დილა უკვე შუადღე ამერიკაში და საღამოშვიდობისა თბილისში. და ფაქტიურად ჩვენ ვაგრძელებთ ამ საუბრების სერიას წინა რასაც ვილაპარაკეთ, იმასაც ვაგრძელებთ, იმიტომ რომ თანამედროვე, რა ვიცი, დღევანდელი ჩვენი გასაჭირის აღწერა და გარკვევა გვინდა რაღაცნაირად, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ხდება ჩვენ თავს ლაპარაკიც ალბათ და მოსმენაც ცოტა ყველა სჭირდება. მე მჭირდება ყოველ შემთხვევაში. რითი დაიწყებ, რა სიტყვი, რას გამოარჩევდი, ყველაზე მნიშვნელოვნად რა ხდება დღეს. რთული კითხვა, მე მინდოდა შენთვის მეთხოვა, რომ რაღაცნაირად მომეხმარე და მე შეკითხა. ბატონო, მაშინ გეტყვი, მოусმინე დღეს დღევანდელ გამოსვლას პრეზიდენტის. კი, მოусმინე. აი მოდი მაგით დავიწყოთ მაშინ, ეს რასაც პრეზიდენტი გვთავაზობს. არის გამოსავალი, არის უკან დახევა, რამდენად ადეკვატურია ეს პოზიცია და საერთოდ ეგ არის, რაც ხდება ჩვენ თავს. როგორ ფიქრობ? ოკეი. ჩვენ თავს ბევრი რამ ხდება. ხო და რამდენად ადეკვატურია, მე გულწრფელად რო გითხრა, მომეწონა მისი განწყობა, მისი სიმშვიდე. და მაშინ გეტყვი ესე რა, მეც ასე ვთქვათ, უფრო დადებითად ვიდრე უარყოფითად, მაგრამ პრეტენზია მაგალითად ესეთია, რომ ხო იცის, რომ ესე იგი, პასუხი ფაქტურად ხო იცის ივანიშვილის და ოცნების და დანიშნოს არჩევნები თვითონ, ასე ვთქვათ. თქვას რომ ნიშნავ არჩევნები, აი, რასაც გაუთავებლად გადადებს და მერე მოდის, თითქოს დიპლომატიურ ნაბიჯებს უფენს რაღაცა ნაბიჯი მიდის და ბარემ გააკეთოს ისაც გასაკეთებული, ამიტომ 20 წლის მერე ეს გაცილებით რთული იქნება. ხო, მაგას აქვს სამართლებრივი მხარე და ვთქვათ, წმინდა პოლიტიკური და ზნეობრივი და პოლიტიკური მხარე. სამართლებრივად მე გუშინ ცდილობდი მეპოვნა და რაღაცა ვერ მასკენი, ვერ მოვძებნე. თუ სამართალწოდნეებს ალბათ კარგად იციან, შექმნილ ვითარებაში არსებული პარლამენტს აქვს თუ არა პროლონგირებული უფლებები, ანუ მოქმედია თუ არა. და საერთოდ რიგ გარეშე არჩევნების შემთხვევაში ვინ ნიშნავს არჩევნებს, რომელი სტრუქტურა. აი ეგ ვერ ვნახე. ვეძებე გუშინ და შეიძლება უბრალოდ გვიანი იყო და მოკლედ არ ვერ კარგი, მაშინ კიდევაც კითხავ დათო. აი ესეთ არაორდინარულ სიტუაციაში, როცა ფაქტიურად ინტერპრეტაციებზეა, არც ერთი მხარე მართალი ბოლომდე ფუძელზე შეიძლება არ იყოს. ზედმეტ ყურადღებას ხო არ ვაქცევთ მაგას და უფრო რეალობისგან გამომდინარე ხო არ ვიმოქმედოთ. ხო, აი აქ რომ მივიდეთ, მოდი ისევ მაშინ გლობალურიდან დავიწყოთ და მერე მოვიდეთ. კი ბატონო. მოვიდეთ ჩვენამდე. იმიტომ რომ ეს ყველაფერი რაც ჩვენ თავს ხდება, რაც ჩვენში ხდება, რაც რუსთაველზე ხდება, ეს გლობალური კონტექსტის გამოძახილია, ასე ვთქვათ, და მაგის შედეგია. გლობალური ვითარების აღწერა რომ დავიწყოთ, ძალიან მოკლედ რა თქვა უნდა რომ გადავხედოთ. უნდა შევთანხმდეთ ერთ მთავარ რაიმეზე, რომ დასავლური სამყარო, რასაც ჩვენ ასე ვთქვათ, კაპიტალისტურ სამყაროს ვეძახით და რომლის წარმომადგენელი არის ბატონი ტრამპი, რომელიც ჯერ კიდევ არ უფლებამოსილებები არ მიუღია ჯერ. ხო, ანუ ერთი მხრივ ჩვენ ვხედავთ დაპირისპირებას ამ კაპიტალისტურ სამყაროსა და მეორე მხრივ აი ამ კომუნისტური ჩინეთი, პოსტსაბჭოთა რუსეთი და აი ალიანსი, აი ამათი ალიანსი ირანის და ასე შემდეგ. ძირეული განსხვავება ამ ორ ცივილიზაციას, ამ ორ კულტურას შორის არის ის, რომ კაპიტალისტური სამყარო არის ორიენტირებული მშვიდობაზე, სხვანაირად ის ვერ ფუნქციონირებს, მისი ქმედება, წარმოება, აღებმიცემა და ასე შემდეგ. ეს გულისხმობს მშვიდობას, ხოლო საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ ჩვენ ხედავთ, რომ რუსეთის
თქვათ მართლობის სტილი არის ორიენტირებული, ასე ვთქვათ, მართვად ქაოსზე. რომ ეს არის მართვადი ქაოსი, რომლითაც ელცინიდან მოყოლებული და კომუნისტების ბოლო პერიოდში იყენებს პოსტსაბჭოთა რუსეთი თავისი შიგნით მართვა და გარეთაც, ანუ აი ყოფილ მის სატელიტებს მის პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში. ანუ ორი სიტყვით, დასავლეთი საქართველოში კონკრეტულად დაინტერესებულია სტაბილურობაში და პუტინი დაინტერესებულია არასტაბილურ ქაოტურ მდგომარეობაში. და ასე ვთქვათ, ომი თუ კი შეიძლება ასე დავარქვათ, ხო, ვითარება ზოგადად ომი არის ერთადერთი საშუალება, რაც პუტინს ჭირდება, სხვას ომი არავის არ ჭირდება დღეს. ტრამპის აი ეს განცხადებები, რომ ის შვიდობას დაამყარებს, რომ მას უნდა დაამთავროს ეს ომი, ეს პრაქტიკულად პუტინის საწინააღმდეგო ქმედება არის, იმიტომ რომ თუ ომი დამთავრდა, პუტინს არანაირი ინსტრუმენტები არ რჩება, არც საკუთარ ქვეყანაში მართვისა და არც დაუშვათ გარეთ. ამიტომ მაგაში გეთანხმები ნებისმიერი შეჩერება აი ამ სიგიჟის და გადასვლა ნორმალურ სიტუაციაში არის ფაქტურად მისი დამარცხება რა საბოლოო ჯამში. და პლანზე წამოიწევს შიდა პრობლემები, რუსეთის სოციალური პრობლემები, რისი გადაწყვეტის საშუალება და უნარი ხელისუფლებას არ აქვს. და ამიტომ შვიდობის დამყარება დღეს ეს იქნება პუტინისთვის ბევრად უფრო ძლიერი დარტყმა ვიდრე ნებისმიერი ხაიმარსით. მაგის თქმა. და ამიტომ პუტინი ამაში დაინტერესებული არ არის და ყველანაირად ეცდება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჩაითრიოს საომარ მდგომარეობაში. ამას წინათ ვიღაცამ გამომიგზავნა ჟირინოვსკის ესენი რა ქვია, წინასწარმეტყველებები რო აქ ხოლმე და ერთ-ერთი ეგეთი ის ქონდა, რომ რახან კაპიტალიზმი ეძებს კაპიტალიზმი გაფართოების გზებს და ასე შემდეგ, ამიტომ ერთ-ერთი პუნქტი არის უკრაინას, რომელიც უნდა დაინგრეს იმისთვის, რომ მე კაპიტალისტებს შეეძლოთ მან ფულის ჩადება, მისი აღორძინება და ასე შემდეგ. და რომ ამას ის როგორი პარლამენტის ტრიბუნიდან ლაპარაკობდა. და რომ ამას გააკეთებენ ისინი მესამე სახელმწიფოს მესამე ხელით, მისი ხელით. და აი ეს მისი, ასე ვთქვათ, წინასწარმეტყველება ატრიალებენ როგორც თქვათ საწინააღმდეგოს დასავლეთის და კაპიტალისტების წინააღმდეგ, თუ შეიძლება ასე ვთქვათ. მაგრამ აქ ხდება ელემენტარულად ლოგიკური შეკითხვა, კი ბატონო, მაგრამ რახან თუ შენ ეს იცი? თუ რატომ შენი ხელი, ანუ რატომ მონაწილეობ ამაში, რატო ანგრევი უკრაინას შენი ხელით, ესე იგი შენ ხელს უწყობ იმ დასავლელ კაპიტალისტებს, ესე იგი გათი სასარგებლოდ მუშაობ, ხო? მაგათ საქმეს აკეთებ პრაქტიკულად, ხო? ну, მოკლედ, ორი სიტყვით რო ვთქვათ, შვიდობის დამყარება დღეს უკრაინის ფრონტზე, ასევე ისრაელის ფრონტზე არის ამ აგრესორების, რუსეთის, ასევე ჩინეთის ინტერესების აბსოლუტურად საპირისპირო. უნდა ამოვიდეთ აქედან. ამაში უნდა შევთანხმდეთ, რომ მართვადი ქაოსი, რომ არასტაბილურობა არის რუსული მმართველობის სტილი. ის რაც ჩვენთან ხდება, საერთოდ ახლა ჩვენ მივდივართ, ეს არის სწორედ აი ეს და ამაზე მინდოდა ერთი ორი სიტყვა მეთქვა. გარდა ამისა, ხო, უნდა გავითვალისწინოთ კიდევ ჩვენ სირიაში მოხდარი ამბავი. ძალიან მარტივად რუსები წავიდნენ სირიიდან. ძალიან მალე გაიმარჯვა იქ ანტი-ასადურმა კოალიციამ, რომელშიც შედიოდნენ თურქეთი, ისრაელი, შეერთებული შტატები და ყატარი. პრაქტიკულად ყატარის დაფინანსებით მოხდა იმ არმიის
შეკვეცება, რომელმაც ესეც სასტრაფოდ მოახერხა დამასკოს აღება. იქ მიმდინარე პროცესები უშუალო კავშირში არის ჩვენთან. მე ეხლა აღმოსავლეთცოდნე არ გახლავარ და კარგად არ ვიცი იქ რა ხდება, მაგრამ ამას წინათ უსმინე ძალიან საინტერესო ილარიონოვს ხანდახან აქვს ხოლმე საინტერესო ხედვები. და ეგეთი ვარაუდი გამოთქვა, რომ იქ შესაძლებელია აი ამ ახალმა ხელისუფლებამ პან-არაბული პოლიტიკური თამაშის თამაში დაიწყოს და ასე ვთქვათ, ომაიანთა ხალიფატის რეანიმაციის პროცესი დაიწყოს. ეხლა მე არ ვიცი, რატომ მაგალითად ფიქრობს ეგ კაცი, რომ ეს იქნება ომაიანთა ხალიფატი და არა სხვა, მე არ ვარ ესე კარგად ჩახებული, მაგრამ ალბათ ამას იმიტომ ლაპარაკობს, რომ უკვე აბასიდების დინასტია უკვე სპარსული დინასტია იყო ხალიფატი, არაბულ ხალიფატში და შეიძლება ეს ალაპარაკებს. ასე თუ ისეა, არსებობს სირიაში ის მოცემულობა, რომ პან-არაბული ცენტრალიზებული სახელმწიფო წარმოიქმნეს, რომელიც დამოუკიდებელი მოთამაშე იქნება ახლო აღმოსავლეთში. არსებობს თურქეთი, რომელიც უშუალოდ გვეხება ჩვენ და თურქეთს აქვს ორი პროექტი, ასე ვთქვათ, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, პან-ოსმალური და პან-თურანისტული. ეხლა ეს თურანისტული პროექტი გულისხმობს უფრო აქეთ თურქეთის ჩრდილო-დასავლეთის მიმართულება, ანუ თურქული მოდგმის ხალხის გაერთიანებას, ესე ვთქვათ, პოლიტიკურ გაერთიანებას. და პან-ოსმალური ეს უფრო ტერიტორიულად ყოფილი ოსმალეთის იმპერიის, ანუ ყოფილი ბიზანტიის იმპერიის ტერიტორიას გულისხმობს და მოიცავს და აი მათ უკვე ეტაკება ერთმანეთს არაბული სამყაროს და თურქეთის ინტერესები, მაგრამ ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში იქნება ეს თურანისტული პროექტი, თუ იქნება ეს ოსმალური პროექტი, ჩვენ ეს პირდაპირ გვეხება. ჩვენ პირდაპირ ვთქვათ, ამ თურანისტულ სამყაროს შუაგულში მდებარეობთ, თუ შეიძლება ასე ითქვას, და რომელიც ჩვენთვის უცხოა როგორც ეთნიკურად, ასევე სარწმუნოებრივად. და ოსმალური პროექტის შემთხვევაში, ასე თუ ისეა, მაინც ჩვენი მეზობელია თურქეთი და ოსმალური, ასე ვთქვათ, იმპერიალისტური ზრახვები ასევე არასასიამოვნოა ჩვენთვის, ხო? ამიტომ ოსმალეთი თუ სტამბოლის მიმართულებით მუშაობა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს. და ეს ყველაფერი ხდება ეხლა. იმის მაგივრად, ჩემი აზრით, რომ ჩვენ ვიდგეთ ეხლა რუსთაველზე და ერთმანეთს ვეჩხუბებოდეთ, უნდა ფიქრობდეს ქართული დიპლომატიური წარმომადგენლობა სახელმწიფო უშუალო ურთიერთობის გამყარებაზე. კი, ჩვენ გვყავს თურქეთში საელჩო დიპლომატები არიან, მის ტრადიციას გვაქვს უკვე 50 წლის განმავლობაში გადასარევი ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა, მაგრამ აი ამ ახალი თამაშის წესებს თუ კი მოახერხებს ერდოღანი ამის დამკვიდრებას და კავკასიაში, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ თურანი ამ კუთხით კულტურული თვალსაზრისით ვამბობ, მხოლოდ და მხოლოდ კულტურული თვალსაზრისით, თურანი ორთაჭალიდან იწყება. ეგ არ უნდა დაგვაუწყდეს. ხო, არც ისე ცუდად არის საქმე რა რატომ? იმიტომ რომ ქართულ პოლიტიკურ კლასს, თუ შეიძლება ასე ითქვას, ამ მიმართულებით ნაბიჯები გადადგმული აქვს. და თუნებას მომცემ ძალიან მოკლედ ისევ გავიმეორებ, იმიტომ რომ ეხლა აი ეს გლობალურ თვალსაზრისით თურქეთის ფაქტორის გაძლიერების თვალსაზრისით ჩვენ რეგიონში, ხო? ყოველთვის ეს პრორუსული და პროსაბჭოთა იმპერიალისტური, ასე ვთქვათ, ნარატივი
ამ დარაჯის ყოველთვის წინა პლანზე გამოყავს ხოლმე ეგეთი ყარსის ხელშეკრულებას ეძახიან, ყარსის ხელშეკრულება და დადებული საბჭოთა რუსეთს და თქვა ათათურქის ხელისუფლებას შორის. სადაც რაღაცა ლეგენდებს ყვებიან იმაზე, რომ ეს ხელშეკრულება არის თურმე 100 წლიანი და 100 წლის განმავლობაში 100 წლის მერე თურმე მომას ვადაგაზდის და შეხარჩენი ბატონი თურქეთს აჭარა ავტომატურად გადადის თურქეთის პრობლემაში აი ამ ხელშეკრულებით. არაფერი მსგავსი იქ არ წერია. ეს ჩვენ ახალგაზრდობაში იყო აუცილებელი თქვა ბიბლიოთეკაში რომ მოხვედრილიყავი 1000 ნებართვა და 1000 ქაღალდი და ფურცელი უნდა შეგევსო და მიეო. დღეს სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია შენს საკუთარ კომპიუტერში წაიკითხო ამ ყარსის ხელშეკრულების პირობები. მაგრამ წინა პირობები ამისი იყო ის, რომ ყარსის ხელშეკრულება, ანუ ჩათვალე ბოლშევიკურია თუ რაც არის, ეს არის რუსეთს და თურქეთის ხელშეკრულება რუსეთს და თურქეთს შორის. სხვა შორის იურიდიული ადრესატი საბჭოთა რუსეთი აღარ არსებობს, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ მე ყოველთვის მარტივი სამაგხოლმე, რომ არსებობს თანამედროვე შეთანხმება გაეროს წევრების მიერ აღიარება ერთმანეთის საზღვრების და ეს ყველა წინა იმას აუქმებს ფაქტურად, იმიტომ რომ თურქეთმაც აღიარა საქართველოს საზღვრები, ყველამ აღიარა, ხო? დამთავრდა ამითია არა, სამართლებრივად მართალი ხარ, მაგრამ არაფერი არ დამთავრდა, იმიტომ რომ ხო, რეალური შინაარსი სვონერია. ხო, თუკი, ასე ვთქვათ, ბატონმა პუტინმა ეგ რო არ დამთავრდა, აგერ უკრაინაში რაც ხდება და იგივე საქართველოში რაც ხდება თუნდაც რა. ხო. ანუ ცდილობს ახალი ალტა მინდა ორო იძახის, ანუ საზღვრების ხელახალი დადგენა, ახალი თამაშის წესი და ასე ვთქვათ, ხო? ამ შემთხვევაში მაშინ ეს გაეროს ფაქტორი კარგავს თავის ბატონი. მაგრამ, ნუ მე იმის თქვა მინდა, რომ ჩვენ მოსახლეობას უყიჟინებენ ყოველთვის, რომ აი არიქა ყარსის ხელშეკრულება. ყარსის ხელშეკრულების შინაარსი ჰაერზე არ არის დაფუძნებული. ყარსის ხელშეკრულებას თავისი წინაპირობა აქვს და აი ამაზე მინდა ორი სიტყვა გითხრათ. იმიტომ რომ ეს ყველაფერი დაიწყო პირველი მსოფლიო ომის პერიოდში და მაგ პერიოდში თუ ვიცით ჩვენ რომ საქართველოში ხელისუფლებაში აღმოჩნდნენ მენშევიკები, ანუ რუსული დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი განშტოება. ესენი იყვნენ რუსული სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები. აღმოჩნდნენ ეგენი ხელისუფლებაში. საზღვარგარეთ ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები იყვნენ ემიგრაციაში ამ პერიოდში ძირითადად. და საზღვარგარეთ ბერლინში ბატონმა მიხეილ წერეთელმა, გიორგი მაჩაბელმა და სხვა დაარსეს საქართველოს ეროვნული განთავისუფლების თუ ეროვნული ხსნის კომიტეტი. რომელიც თანამშრომლობდა და არა თუ თანამშრომლობდა და იყო გერმანიის მაშინდელი, ანუ კაიზერის იმპერიის სპეცსამსახურების დაფინანსებით. ვიმეორებ, ანუ ჩვენი ისტორია სამწუხაროდ რო გადავხედოთ ჩვენი მეფეების ისტორიას, აი ეს მადაღებული ნეიტრალიტეტი ჩვენთვის უშუალოდ უზარმაზარი ფუფუნებაა, რომელიც არასოდეს მაგის საშუალება არ იყო. და როდესაც ერთი დიდი მტრის წინააღმდეგ ისინი ცდილობდნენ შეკედლებოდნენ მეორეს და მის სამსახურში ყოფნით და მისი გამოყენებით გამკლავებოდნენ ამას. ეხლა როდესაც მიხეილ წერეთელი და გიორგი მაჩაბელი, სხვა შორის გიორგი მაჩაბელი იყო ერთი უკანასკნელი თუ არ ვცდები მე, აი იმ თავადი მაჩაბელი იმ სამაჩაბლოს, რასაც ჩვენ დღეს აი ესე
ესეთი იარა არის ჩვენი სახელმწიფოს ხეულზე, აი იმ სამაჩაბლოს, იმ მაჩაბელთა უკანასკნელი წარმომადგენელი იყოს, სწორედ აი ეს ადამიანი, რომლებიც არც იმალებოდა ეს ოფიციალურად ეს საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი იმყოფებოდა გერმანიის საგარეო დაზვერვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი დაფინანსების აფინანსებდნენ ისეთ და ამ გზით ცდილობდნენ წერეთელიც და მაჩაბელიც გერმანიის გამოყენებას რუსეთის წინააღმდეგ. და აი მაშინ მათ მიიღეს გადადგეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო 4-თა კავშირ ქვეყნებთან დადეს ხელშეკრულება. ანუ საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი როგორც იდეაში იგულისხმებოდა თქვა რომ 4-თა კავშირის გამარჯვების შემთხვევაში ეს გახდებოდა საქართველოს ხელისუფლება. აი ამ საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტთან ოსმალეთის იმპერიამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას. ამ ხელშეკრულების მიხედვით ამ ხელშეკრულებაში კონკრეტულად იყო მითითებული საქართველოს მომავალი საქართველოს საზღვრები. როგორც ჩრდილოეთით, ასევე სამხრეთით, ასევე აღმოსავლეთით. ეს დოკუმენტი მე გამოვეცი გერმანულად 2001 წელს. გამომცემლობა სამშობლოში გამოვიდა გერმანელი გენერლის მემუარები, მაშინ ვინც იყო გერმანიის სამხედრო დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი, გამოვეცი მისი მემუარები და დაურთეთ თან მთელი დიპლომატიური ხელშეკრულებების პაკეტი, რაც მაშინ საქართველოს და გერმანიას შორის დაიდო. მასთან ერთად აი ეს ხელშეკრულება, რომელიც ეროვნული ხსნის კომიტეტმა დადო გერმანიასთან, ავსტრიასთან და რა თქმა უნდა ჩვენ ამ შემთხვევაში თურქეთი გვაინტერესებს. თურქეთთან. ამ ხელშეკრულების მიხედვით ხო სამწუხაროდ ეს მაშინ 2001 წელს საქართველოში ისე როგორც ყოველთვის გამოსვლები იყო და სამწუხაროდ ეს გამოცემა ვერ მოესწრო კორექტურა ვერ გაიარა, აკადემიური აპარატი აკლია და ასე თქვათ არ არის ბოლომდე აკადემიური ფორმა არ აქვს მიღებული მიზეზების გამო. ზაზა კახაძე იყო მაშინ ამ გამომცემლობის დირექტორი და როცა დაიწყო გამოსვლები რუსთაველზე სასწრაფოდ დამირეკა და შემოგევლე წაიღე როგორც არის, თორე ჰუმბოლტის ფონდის დაფინანსებით გამოდიოდა ეს წიგნი და არავის არ უნდოდა რომ არ ვიცოდით და დაიკარგებოდა თუ არა ტირაჟი. ვისაც აინტერესებს გარდა მაგისა ეს დოკუმენტაცია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადმოსცა ჩვენს ხელისუფლებას და იქ რამდენი სხვადასხვა ხელშეკრულებები იყო, მაგრამ კონკრეტულად რაზეც მე ახლა ვლაპარაკობ. მან იყო მითითებული რუქა აქვს დართული ამ ხელშეკრულებას და მითითებული აქვს საზღვრები, სადაც რომელშიც ოსმალეთის იმპერია ცნობს საქართველოს. და სამხრეთ საზღვარი იყო ბევრად უფრო სამხრეთით, ეხლა მე ზუსტად აღარ მახსოვს იმ რუქა დართული აქ, მაგრამ ბევრად უფრო სამხრეთით ვიდრე დღეს გადის. აჭარის, ანუ ჭოროხის უფრო სამხრეთით იყო გავლებული ეს საზღვარი, რაზეც ოსმალეთის იმპერიას მოწერილი აქვს ხელი ვიმეორე. და ეს ორიგინალები ამ ხელშეკრულებების ინახება გერმანიის საგარეო საქმეთა არქივში. რა თქმა უნდა, ბუნებრივია მე ჩამოვიტანე ასლები. გარდა ამისა, ჩრდილოეთის საზღვრები არის მითითებული, მათ შორის აფხაზეთის ტერიტორიაზე და იქაც საზღვარი გადის ბევრად უფრო ჩრდილოეთით ვიდრე დღევანდელი, ვიდრე საბჭოთა საქართველოს რესპუბლიკაში იყო. ანუ იმის თქმა მინდა, რომ პრეცედენტი არსებობს იმისა, რომ ოსმალეთის იმპერიამ სცნო საქართველოს საზღვრები ბევრად უფრო ფართე
ვიდრე ის საბჭოთა საბჭოთა საქართველო იყო. ეს ისე, თქვათ, სალაპარაკოთ, რა თქმა უნდა, იურიდიული ძალა ამას არ აქვს, მაგრამ როგორც პრეცედენტი ოსმალური, ასე ვთქვათ, პროექტის ამუშავების შემთხვევაში ჩვენ ეს ხელშეკრულება გვაქვს მოკლედ. ისევე და ყარსი და ნუ ეს დაფუძნებული იყო ამაზე, ოსმალეთის ხელისუფლება ამაზე თანხმდებოდა და თხოვდა ეს წინაპირობა გაკეთებული იყო და თხოვდა საქართველოს მთავრობას უკვე მენშევიკებს ჩასულიყვნენ ბრესტში, რომ ბრესტში იდებოდა მაშინ ხელშეკრულება 4 კავშირსა და რუსეთს შორის, სადაც აი მზად იყო ოსმალეთის იმპერია საქართველოს ეცნო ამ საზღვრებში. ეს წინაპირობა გაკეთებული მუშაობა ჩატარებული ჰქონდა. რაზეც ჟორდანიას მთავრობამ თქვა უარი. შედეგად მივიღეთ ის, რომ ბრესტში გამოცხადდა აჭარის თვითმმართველობა. და პუნქტია ბრესტის ხელშეკრულებაში, რომ აჭარიდან გადიან რუსეთის ჯარები გადიან და რომ ადგილობრივ მოსახლეობა თვითონ შეუძლია გადაწყვიტოს თავისი მოწყობა მეზობელ სახელმწიფოსთან, კერძოდ თურქეთთან შეთანხმებით. იმიტომ რომ ბრესტის ხელშეკრულებაში არ დაფიქსირდა საქართველოს როგორც სახელმწიფო. და აი ეს მოდუსი დადებული ბრესტში თურქეთსა და რუსეთს შორის იქნა მიღებული უკვე საბჭოთა რუსეთსა და ქემალისტურ თურქეთს შორის ხელშეკრულება, რომ ყარსის ხელშეკრულება დაფუძნებულია ბრესტის ხელშეკრულებაზე და ბრესტში არ ჩასვლით მენშევიკების მთავრობამ დაკარგა აი ის შესაძლებლობა, რომ ამოსავალ წერტილად ყოფილიყო საზღვრების საკითხი თურქეთთან, აი ის რაზეც გამოწერილი ჰქონდა ხელი. აი აქ მიმიჩნდება კითხვა ესმის, რომ გიორგი მაჩაბელი და მიხაკო წერეთელი უცხო ქვეყნის აგენტები იყვნენ და რომლებმაც აი ეს საზღვრები ასე ვთქვათ მოაწესრიგეს, თუ შეიძლება ასე ითქვას, ოსმალეთთან და ბატონი კობახიძე და ბატონი ივანიშვილი ბაშიაჩუკები არიან, რომლებიც ესმის ჩვენ ეროვნულ იდენტობას და ინტერესებს იცავენ. და საერთოდ ხშირად, როდესაც აი ეს უცხო ქვეყნის აგენტებზე რო ლაპარაკობენ, და ხშირად რაღაც მაკეინის ინსტიტუტის გეგმებს იხილავენ, რომ აი როგორ აპირებს არევას სიტუაციის მაკეინის ინსტიტუტი საქართველოში და ასე შემდეგ. მე არ ვიცი, მე არ მინახია. ყოველ შემთხვევაში და ჯერ არ მინახია, რომ ლუბიანკის გეგმებზე იყოს ასეთივე მსჯელობა, თქვა ქართულ სივრცეში, Facebook-ია თუ რაც არის. ლუბიანკაზე როგორი გეგმები აქვს ჩვენს მისამართი და რას გვიპირებენ მაგაზე არავინ არაფერს არ ლაპარაკობს. და თუ კი მაკეინის ინსტიტუტი აპირებს, თქვა რუსეთის ირგვლივ არსებულ აი ამ სახელმწიფოებს აჯანყებას რუსეთის წინააღმდეგ, ხო ეს მეგონი ეს ჩვენს ინტერესებს ზუსტად მან ემთხვეოდა საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტის ინტერესები, გერმანიის მთავრობის ინტერესებს. გერმანიის მთავრობას ჰქონდა ეგეთი ოფიციალური პოლიტიკა აჯანყებების რევოლუციონერული პოლიტიკა ერქვა რუსეთში აჯანყებების პოლიტიკა რუსეთის პროვინციებისა რუსეთის წინააღმდეგ და აი ამას აფინანსებდა ამაში დებდა ფული და ეს გამოიყენეს ხო აი ამ ტალღაზე მოქმედებდნენ მიხაკო წერეთელი და გიორგი მაჩაბელი, რომლებიც ვიძინა ივანიშვილს რო კითხო, იყვნენ უცხო ქვეყნის აგენტები და საქართველოს მტრები. ხო და ანუ ესე მარტივი არ არის ეს სამწუხაროდ ჩვენი ისტორია არ არის იავარდით მოფენილი და სულ ისევ რომ გადავხედოთ ჩვენი მეფეების ისტორიას ხან
სარწმუნოების შეცვლა უწევდათ, ხან გასარაკეთებდნენ იმისათვის, რომ გადაერჩინათ ქვეყანა და ასე შემდეგ. რაც შეეხება არსებულ ვითარებას. აი აქ ისევ და ისევ მე მინდა ჩვენ ხელისუფლებას უთხრა, რომ არასწორად ესმის ის, რაც ხდება გარეთ. ეს ხალხი არ გამოსულა, ადრეს გითხარით, არ გამოსულა რომელიმე ერთი პარტიის ინტერესების დასაცავად. როდესაც პარტიებმა მოუწოდეს, რომ აი არჩევნები არ იქა გაყალბდა და გამოდით, ამდენი რაოდენობა ხალხისა გამოსული არ იყო. ეს ხალხი ქუჩაში გამოიყვანა ბატონმა კობახიძემ თავისი განცხადებით 28 ნოემბერს. ამ განცხადების შინაარსი პრაქტიკულად მან თავისი ამომრჩეველიც მოატყუა, ხო, ეს 40%, რომელმაც მისცა ხმა ოცნებას. იმათმა მისცეს ხმა ოცნებას, რომ ეს იზახოდა მე რაცო არ უღალატობ აი ამ ევროინტეგრაციის კურსს და ასე შემდეგ. მაგრამ აი პერტიციმ წამს ბოლომა აი ამ განცხადებამ გამოიყვანა ეს ხალხი ქუჩაში. ეს არის პრაქტიკულად უნდობლობის ვოტუმი ამ არსებული ხელისუფლების მისამართით. და ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში ეს უნდობლობის ვოტუმი წყდება ელემენტარული გზით, ახალი არჩევნების დანიშვნით. აგერ გერმანიაში შოლცს გამოუცხადეს უნდობლობის ვოტუმი მართალია პარლამენტში და წავიდა ახალ არჩევნებზე, რომელიც შვედივრად იცის, რომ დიდი ალბათობით წააგებს იმ არჩევნებს, მაგრამ წავიდა ალბათ. ის, რაც საქართველოში ხდება, არის იგივე. ეს არ ხდება პარლამენტის შიგნით, ეს არ ხდება გარეთ, ეს არის პირდაპირი დემოკრატიის გამოვლინება, როდესაც ხალხი პრაქტიკულად მოსახლეობის 7-10% ერთითვეა ქუჩაშია და ითხოვს აღარ არჩევნებს. ზოგადად მიღებულია, რომ როდესაც მოსახლეობის 2% ღებულობს მონაწილეობას გამოსვლებში, იქ ხდება რევოლუცია. ანუ 2%-ია საკმარისი იმისთვის, რომ თქვა ძალადობრივი გზით ხელისუფლება შეიცვალოს. ჩვენთან ერთი თვეა დგას ქუჩაში 10%, 7%, ორ შემთხვევაში 2%-ზე ბევრად უფრო მეტი ადამიანი დგას გარეთ. აქ ელემენტარული კითხვა ისმევა, რაში დაჭირდა ბატონ კობახიძეს აი ამ განცხადების გაკეთება. არანაირი საგარეო პოლიტიკური წინაპირობა ამისი არ არსებობდა. ეხლა თუ კი პუტინმა მოთხოვა კატეგორიულად ესე მოქცევა, მაშინ ხო უნდა გვითხრა რისგან გადაგვარჩინა, ხო? მაგრამ ეს ნაბიჯი არის სწორედ აი იმ არასტაბილურობის, აი ამ ქაოსის და აი ამ მინდა კითხო დათო ისტორიული საფუძველი მშვენიერი დახატე და ცხადია გასათვალისწინებელია, მაგრამ მოდი გავიხსენოთ, რომ ამასთან ერთად შენ გამოცდილებაში არის პრაქტიკული პოლიტიკოსობაც რა. აი წარმოიდგინე, რომ თქვა პარლამენტში ზიხარ და შენი გადასაწყვეტია, ერთ-ერთი შენი გადასაწყვეტია, თქვა კენჭის ხრაში რაღაც. აი ახლა რასაც შენ ამბობ, არეულობა თქვა ომი რუსეთის მხარეს არის, არეულობა მათ უნდათ. კანონიერება მეორე მხარეს უნდა ჩვენ გვინდა. მაგრამ აი ამ სიტუაციაში პრეზიდენტი რომ გამოდის და ასე ვთქვათ, აი ესე თანმიმდევრულად ნაბიჯ აკეთებს და ცოტა საშიშ საზღვარზე მიდის. აი ხა კობახიძე რასაც აკეთებს საკითხების დასვლა. აი რეალურად ეხლა დღეს რომ გამოვიდა და ეთქვა, რომ იცი რა, გავიდა ყველა და მე ვნიშნავ არჩევნებს. აი მე პრეზიდენტის უფლებამოსილი. მოდი არ ჩავიდეთ იმ იმაში, აქვს უფლება, არ აქვს უფლება, მაგრამ ხალხი ხო ელოდება რეალურად რაღაცა
ვიღაცისგან რაღაცა ნათქვამს. გაიყვანოს საქართველოს საზოგადოებას, არ უნდა ეს არეულობა, არ უნდა რევოლუცია, არ უნდა თოფისროლა და ცეკვით ყველანაირად გამოხატავს თავის მშვიდობის მოყვარეობას. მაგრამ უნდა რაღაცა გარკვეული მიზანი. პრეზიდენტი ამ მიზანს არ იძლევა. ეხლა სწორია, რომ არ იძლევა, სწორია ის დაპაუზება, რომელსაც აკეთებს თუ არა. არა, აი, შენ თქვა პრაქტიკული პოლიტიკოსი ხარ, ეხლა რას ეთყოდი პრეზიდენტს, რომ ვიცი რა, გასაგებია, თქვა, ველოდები 29-მდე ივანიშვილის ფაქტი არ მოვა, მაგრამ მოხდა სასწაული, მოვიდა და ერთად მოლაპარაკე და დაინიშნა გადასარევი. მაგრამ თუ არ მოვიდა, ეს დაკარგული დრო ხო არ არის, რას იზამ 28-ში საღამოს იტყვი, თუ მაინც არ იტყვი ამას. აი რაღაც ესეთი ის არის, კითხები პირდაპირ ჰაერში კიდია და კონკრეტულ მესენჯერშიც მომდის, გვისვამენ, რომ კითხე შენ რესპონდენტებს, გითხარით რაღაცა. აი, აქედან ძალიან ძნელი სათქმელია მესმის, მაგრამ აი მსჯელობით თუ მივალთ რაღაცნაირად რა. დიახ, თორნიკე, ძნელი სათქმელი არ არის, ძნელი არის აღება პასუხისმგებლობისა. თორე ისევ და ისევ მოდი ესე შევხედოთ რეალურად ივანიშვილს დავალებული აქვს საქართველოში სიტუაციის არევა. კი ბატონო. მიყვანა დაჯახებამდე, მიყვანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე, ანუ მოამზადოს თვითონ არსებულმა ხელისუფლებამ თქვას უარი იმ მოლაპარაკებაში, მონაწილეობაში, რაც მოდის ამ ტრამპის მოსვლასთან ერთად, თუ არა და მოამზადოს ნიადაგი იმისთვის, რომ რუსებმა შემოიყვანონ ჯარი. ეს არის გამოყავთ იქიდან, ხო სირიიდან გამოყავთ და როსტოვში მიყავთ, დაღესტანში მიყავთ ეს ჯარის შენელგესები. ეხლა არ არის ჩვენ ეს რამეს უნდა გაუწიოთ ანგარიში. ჩვენ არა ვართ ისევ და ისევ დამოუკიდებელი ქვეყანა. ხო ერთ თუ არ დამავიწყდება ბოლოს ჯეფრის საქსზე დამისთვის შეკითხვა, რომ კი ბატონო, ჯეფრის საქსზე, კი ბატონო. ხო. ეს დავალებული აქვს ეგ ან თვითონ უნდა თქვას და იყოს ამ დროს ხელისუფლებაში და თვითონ თქვას უარი ან მიიყვანოს ვითარება იქამდე. ეხლა მე კითხვა მაქვს ელემენტარულად იმათთვის ვინც ოცნებას უჭერს მხარს იმ მოტივით რომ ეს საქართველოსთვის სასარგებლოა. ის ნაბიჯები, რასაც აკეთებს ოცნება, თქვა იგივე ბატონი ყაველაშვილის ფიგურა. ეს ხო ეს არის კაცი, რომელიც უშვერის სიტყვებით აგინებდა ამერიკის ელჩის. ეს არ იყო დემოკრატიული პარტიის ელჩი, ის იყო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი. ხო, ანუ ის პრაქტიკულად აგინებდა ამერიკის შეერთებული შტატებს. აი ამ ადამიანის დანიშვნა საქართველოს პრეზიდენტად ეს არის, ასე ვთქვათ, ამას დემარშსაც ვერ დაარქმევ. დემარში ამისთვის ძალიან ისეთი რბილი ნათქვამი იქნება. ეს არის ალიყური ამერიკის შეერთებული შტატების მისამართი. მე მაქვს მარტივი შეკითხვა. არის თუ არა საქართველოს ინტერესებში ამერიკის გინება? რას გვაძლევს ეს? თუ არა იმას, რომ ამითი ჩვენ მორჩილებას უცხადებთ ბატონ პუტინს. ხო, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვასრულებთ, ჩვენი ხელისუფლება ასრულებს პუტინის დავალებას. პუტინმა დაავალა არიოს ვითარება საქართველოში. პრეზიდენტი რასაც აკეთებს, ეხლა მე როგორც ვხედავ ამას, იმ კონტექსტში ზის, რომ შეინარჩუნოს მშვიდობა. აი მაგ არის ჩემი შეკითხვა. ეს ინარჩუნდება მშვიდობა თუ უფრო გადამწყვეტი და აგრესიული პოზიციით? ეს პირიქით არეულობისკენ ხარ მივდივართ ეხლა, როდესაც აი რაღაცა ვერ გადავდივართ საზღვარს. საქმე რა შეათორნიკე ეს არეულობა მოხდება ყველა შემთხვევაში. ყველა შემთხვევაში მოხდება 29 დეკემბრის შემდეგ. იმიტომ რომ თუ კი დავალებული აქვს
ბატონ კობახიძეს ეს უკაცრავად დათო გადაწყვეტინე ხშირად, მაგრამ 29-ს მერე მოხდოვნა ჯობია არეულობის, ოდესაც ფორმალურად ინაგურაცია ჩატარებული აქვს და იძახიან მათი მომხრეებისთვის მაინც თუ 29-მდე ჯობია ამისი დაძაბვა. აი თუ მაინც მოხდება. ხო, ეს არის აი ეს საკითხი, ვის აეკიდება პასუხისმგებლობა მაგაზე. ხო? მაგრამ მე რაც დღეს უსმინე პრეზიდენტს თქვა რომ რაღაცა კომისია თუ კომიტეტი თუ რაღაცა შეიქმნება რომელმაც უნდა იმსჯელოს და დანიშნოს არჩევნები. კითხვა პრეზიდენტმა რომ თუ ეს არ მოხდა მოლაპარაკება, მე ვრჩები პრეზიდენტად და ჩვენ შევქმნით კომისიას, რომლის ერთადერთი მიზანი იქნება ახალი არჩევნების მომზადება, მაგრამ ეს იქნება იმ ფონზე, როდესაც ჩაატარეს ინაგურაცია, თვითონ დაიხოს, თვითმართველები არიან ცხადია და უკვე ესე ვთქვათ თავისი მომხრეების წინაშე იმყარებენ ძალაუფლებას რა და იჭერენ მაგალითად პრეზიდენტს. დიახ. ინაგურაცია ამ შემთხვევაში მეორადი საკითხია, იმიტომ რომ პარლამენტი ხო აღიარეს არა. ხო ერთმანეთის უფლებამოსილებები ხო სცნეს არა. ეს ფორმალურ პრეზიდენტს დანიშნეს. მე მგონი პარლამენტი არაგე პარლამენტი თუ ცნეს, მაშინ პარლამენტმა აირჩია პრეზიდენტი. ხო, პარლამენტმა აირჩია, ეს აბა ვინ აირჩია? ხო, მაგრამ პარლამენტი ვინ ცნო? პარლამენტი უკანონოა ვამბობთ, ხო? თვითონ უკანონოა, თვითონ ცნეს თავისთავი, ხო? თავისთავი ცნეს, კი. ხო, უკანონოა პარლამენტი და აქედან გამომდინარე ყველა მათი ნაბიჯი უკანონოა, პრეზიდენტის ინაუგურაციანაც, ყველაფერი უკანონოა. აგლაპარაკია წმინდა მორალური პასუხისმგებლობა ვის დაეკისრება. იმიტომ რომ ეხლა ეგეთი ნარატივები წამოვიდა რომ აგერ სალომონ თურმე ვერ ელევა პრეზიდენტობას და სკამს არის ჩაჭიდებული და მაგიტომ აკეთებს ამას ყველაფერს. ძნელია, რთულ ვითარებაში ვართ. მე მაგალითად პარლამენტში რო ყოფილიყავი და კენჭისყრაზე გამოსულიყო, მე მივწევდი ხმას, რა თქმა უნდა, ახალ არჩევნებს. გარდა ამისა, მოვითხოვდი კიდევაც. მაგრამ ანუ ეს თამაში დღეს 23-ია. ერთი კვირა გვაქვს რა. აი ამ ერთ კვირაში უნდა გადაწყდეს. უნდა გადაწყდეს და ალბათ შეიძლება პრეზიდენტი ელოდება რაღაცა უფრო ქმედით ნაბიჯებს დასავლეთიდან. აი გუშინ სხვათა შორის დამისვა მსმენელმა და მაყურებელმა შეკითხვა, რომელიც დავპირდი რომ ჩემ რესპონდენტებს ყველას დაუსვამ და ისიც უთხარი რომ მოდი სულ სწრაფები ნოიქნებით დაველოდოთ პრეზიდენტის სატელევიზიო გამოსვლას და შემდეგ კი აი სწორედ ეს აი რაზეც ვლაპარაკობთ. აი ახლა გამოვიდა რა შეკითხვას ახლა ლევან დიდი მადლობა შენმა დღევანდელმა კითხვამ გამახსენე. ხალბატონი ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლაში რა შინაარსი გამოიტანეთ. აი არის გამოსავალი პრეზიდენტის სიტყვაში? უნდა მივზდიოთ მას თუ უნდა ჩავიქნიოთ უკვე ხელი და თქვათ რომ აი ესეც ამასაც აი გეთახმები პასუხი ვერ იღებს პასუხისმგებლობას. მოდი ესე ვთქვათ. არიღებს. ვერ არა. სწორედ იქცევა? იცი რა, მოდის მაგას რომ პასუხი გავცეთ, ეხლა ამ შემთხვევაში 5 დღე პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ანუ ჩვენ 5 დღე უნდა 5 დღეთ ადრე მოხდება ეს თუ 5 დღე გვიან მოხდება ეს ამას არსებითი მნიშვნელობა ამ შემთხვევაში აღარ აქვს. აქ მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ეს უკვე მოხდება ფაქტია, იმიტომ რომ არ არის უკან დამხევი ოცნება არანაირ შემთხვევაში. ანუ შენ მაინც ამბობ ფიქრობ რომ ტაქტიკურად, ასე ვთქვათ, მე ტაქტიკურად თვალსაზრისით სწორედ იქცევ. მე მგონია რომ კი. ეს არ ნიშნავს რომ მე მართალი ვარ. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს. მაგრამ მე მგონია რომ აი ამ შემთხვევაში ყოველთვის სამოქალაქო დაპირისპირებაში დამნაშავე არის საბოლოო ჯამში ის, ვინც გაისროლა პირველმა. ხოდა კარგი, მაშინ ესეც ამას კითხავ, შენ როგორც აი შენი გამოცდილებით, როგორ გძნობ, ეხლა ამას არავინ არ გვეტყვის, ცხადია და აი ეს პოზიციები, ეს ნაბიჯები
ზურაბიშვილი ჩვენ ვიცით რომ მას საკმაოდ კარგი კავშირები აქვს იგივე მაკრონს შეუძლია უბრალოდ დაურეკოს და სხვებსაც რამდენად შეთანხმებულია ეს მათთან რომ აი ესენი ეუბნებიან რომ აი ესე ნელ-ნელა მოდი ესე გავაკეთოთ თუ იმათ არ აინტერესებთ და ზურაბიშვილი მიშვებულია თავის ნებას იცი რა მოდი სხვანაირად შევხედოთ ივანიშვილს და რა ქვია კობახიძეს სულ არ აინტერესებთ მაკრონის სიტყვა აი კობახიძეს არა მაგრამ ზურაბიშვილს თავის საქციელში ითვალისწინებს იმათ რომ აი ესე ნელ-ნელა აკეთო მე არ ვიცი იმათ რა აზრი აქვს მე ყოველ შემთხვევაში მე უსმინე ზურაბიშვილის გამოსვლას ევროპარლამენტში სადაც მისი დასკვნითი ნაწილი იყო პირდაპირ იმოწოდება იმისთვის რომ გამოიქეკეთ ყურები და რაღაცა კი ბატონო რაღაცა ნაბიჯები გადადგით ხო ეს არ ნიშნავს იმას რომ ეგენი მაგას გააკეთებენ ხო ეს არ ნიშნავს იმას რომ ევროპას აღმოაჩნდება საკმარისი ტესტოსტერონი მაგისტრი მაგრამ ეს არ ნიშნავს ასევე იმას რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ბრძოლაზე ცხადია სხვა გზა არ გვაქვს ბრძოლას ყოველთვის ახალ და საბოლოო ჯამში უნდა ვიცოდეთ რა გვინდა ჩვენ გვინდა ეხლა უკვე ხალხი ქუჩაში გამოიყვანა კობახიძის განცხადებამ ეს უნდა გავიგოთ ყველას კობახიძემ გამოიყვანა ხალხი და არ იცოდა რომ ესე მოხდებოდა იცოდა ესე იგი ეს გააკეთა შეგნებულად იმიტომ რომ ის გამოსვლები რომლებიც არჩევნების გაყალბებას მოყვა არ იყო საკმარისი ამიტომ საჭირო იყო უფრო რაღაცა გამაღიზიანებლის გაკეთება და მაგათ რომ დასავლეთის აზრი აინტერესებდეთ აველაშვილის პრეზიდენტად არ დანიშნავდნენ კაცს რომელიც არა ეს საქციელები ფაქტურად ჯინზე გაკეთებულ გასაბრაზებელ სპეციალურად გაკეთებულ რაღაცებს გავს რა ანუ ამით ისინი რუსეთს უმტკიცებენ რომ თქვენი ვარ ბატონო მე მოვიჭერი იქითკენ ყველანაირი სალაპარაკო გზა ასე შემდეგ ხო ეგ გასაგებია ამიტომ იქიდან გადადგმული ნაბიჯი ერთადერთი რაც შეუძლია გააკეთოს ევროკავშირმა კაფიოდ თქვას არჩევნები გაყალბებულია თუ არა ეგ უნდა თქვას კაფიოდ ყოველგვარი აი ამ მოკიმების გარეშე თუმცა აი ამ ოდირის დასკვნითი ნაწილიდან მშვენივრად ჩანს რომ არჩევნები იყო გაყალბებული თუმცა არ ვიცი რა მე საერთოდ ეჭვმება რომ კაფიოდ თქმას არ თქვას საერთოდ აზრი არ თუ არა იმიტომ რომ შავზე გამოდის იგივე კობახიძე რომელიც არ გვაინტერესებს ფაქტია შავზე იძახის თეთრიაო რა ეხა ეს ტაქტიკა აქვს აღებული რომ იძახიან 300 კაცია გარეთ 800 კაცამდე ავიდა ეხლა დააკლდა ის დააკლდა თოდირზე იძახიან კარგი დასკვნა მოვიდა რა მნიშვნელობა აქვს მაგის თქმას უკვე მაგ მე მგონი უბრალოდ აი დაუწესო ფინანსური სანქციები დაუწესო აი შეიყვანეს ვიღაცა მაგნიცისიაში შეიყვანოს ხოებიც დაუყადაღონ ანგარიშები ამას არ აკეთებენ არაფერს და განარჩენი უკვე დაკარგულად ჩანს რა ნუ მაგათთან ყოველთვის ორი ის იყო რა წამყვანი აზრი წამყვანი იდეა მათი ქმედების რომ არ გაამწვავონ სიტუაცია და ყოველთვის მისცეს შანსი იმიტომ რომ დასავლეთი მისთვის მთავარი ინსტრუმენტი არის საუბარი არა ომი არა ტყვია არამედ დიალოგი და ურთიერთობა როდესაც აქტიურ პოლიტიკაში ვიყავი აი მაშინ ეს გვაღიზიანებდა ყოველთვის მაგრამ მე არ მახსოვს არც ერთი ძირითადად გერმანელ და ამერიკელ კომპანიებთან ქონდა ხოლმე ურთიერთობა უცხოელებიდან ყველა როგორც ერთი გვეუბნებოდა თქვენ უნდა ისწავლოთ და ეცადოთ რომ ისწავლოთ რუსეთთან ლაპარაკი თქვენ უნდა მოძებნოთ საერთო ენა რუსეთთან როგორც ერთი ყველა იმეორებდა ამას ეს ყოველთვის გვაღიზიანებდა ჩვენ და გვაღიზიანებდა შეიძლება მე ვარ ასე ვთქვათ განუვითარებელი მაგრამ მე ეგ აი ახლა მithwe სისულელეთ მიმაჩნია ეს ვცდილობენ რომ თქვენ ახლა დაახლოებით იგივეა რომ აი თქვენ უნდა ისწავლოთ ლაპარაკი ქართან კედელთან წვიმასთან არ ლაპარაკობს ის და როგორ მაგათთან ლაპარაკი ის მაინც გითხრა ჩვენთან ლაპარაკი ისწავლეთ
ეს მესმის გასაგებია. უსწავლო ლაბორატორი ისწავლეთ როგორ უნდა ისწავლეთ თვითონ. არ გელაპარაკება და როგორ უნდა არ გელაპარაკება და როგორ უნდა ისწავლო. არ ვიცი. აი ეგ როდის დამთავრდება ეს ამათი ეს განწყობა, იმიტომ რომ ხო ხედავთ ტყვიას ისურიან უბრალოდ. არ უნდა რომ იყვნენ დამნაშავეები აი ამ ამბავში ეს. აი მე ეს იმიტომ გავიხსენე სულეთ ბატონი ჯეფრი საქსის გამოსვლასთან. ხო, აი ხა რომ თქო გამახსენე, ვაგე თვითონ გაგახსენდა, კი ბატონო. ხო, თუ იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს საშუალება მე რო გთხოვე იქიდან ჩავრთოთ ეს პასაჟი პატარა ჯეფრი საქსის. კი ბატონო, სად არის ეს ლინკი? მე გამოგიგზავნე შენ. ეხლა ვნახავ. და ისიც მივაწერე. რა ქვია ეხლავე ვეცდები ისა შენ რატო არ არჩევს ეხლა აი ესა ხო Why does Obama want to overthrow Assad? ამას ამბობ? არა, ინგლისურად არა, ქართულად მიუწერე ის მივაწერე დრო. ლაშაკ ასაძის ინტერვიუ. ხო, დიახ. ბატონო, ვეცდები ახლა ეს გამოვიტანო ჩვენს იქ დრო 21 წუთია თუ რა და ვერ პოულობ ახლა ჩვენ იმას. ეხლავე მე ვეცდები ეს გავუკეთო. 21 წუთი? 21 წუთი და 21 და 40 მე 40 წამი, ნუ მოკლედ როგორც არის. ხო, აი იქიდან სულ წუთნახევარი არის და ბოლომდე და თუ შეიძლება რომ აი ეს ჩავთოთ. ახლა ზუსტად შეიძლება არ დაждდეს, მაგრამ ნახო. შეიძლება რაიმე ეტაპზე სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფო ბრიქსის წევრნი გახდნენ. გააჩნია ბრიქსი როგორ განვითარდება. დიდი იმედი მაქვს თეირანის მიერ წარმოებული დიპლომატიის, რომელიც საერთოდ ცალკე გადაცემას იმსახურებს. ირანი ბრიქსის წევრია და ახლო კავშირშია ჩინეთთან. თეირანმა საუდის არაბეთთან ურთიერთობებიც დაალაგა. ეს იმედის მომცემია. მე სპარსეთის დიდი თაყვანისმცემელი ვარ. სპარსეთი ქრისტეს შობამდე 3200 წლით ადრე არსებობდა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაციაა და 5000 წელია, რაც კაცობრიობას ბევრ მნიშვნელოვანს ჩუქნის. ირანი კიდევ ერთი კარგი მეზობელია, რომელიც ამ ამბის ნაწილი უნდა იყოს. ამ ერაში ჩვენ უნდა გვქონდეს კულტურული მრავალფეროვნება, მშვიდობა, ვაჭრობა, ურთიერთკავშირი და ბევრი ტურიზმი. Trade, connectivity and lots of good tourism, I would say. Professor, once again. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. ესე იგი რატომ დაჭირდა? ეხლა ეს ხო პროპაგანდისტული ნაბიჯია, ხო? დაშკარად. და მოიყვანეს სხვა შორის კაი სახელი აქვს ბატონ ჯეფრი საქსს, უნდა გითხრა. როგორც ეკონომისტს მაგრამ ის რასაც ახლა ბატონი საქსი გვეუბნება პრაქტიკულად გითხრა რომ ბრიქსის წევრები უნდა გახდეთ გაგვიშვა იქითკენ და გვეუბნება რომ მშვიდობით უნდა იყოთ თქვენ ირანთან და რუსეთთან და თითქოს ჩვენ ვიწყებდეთ ომის წინააღმდეგ საერთოდ აი ამ ბოლო დროს ბოლო წლის გამო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და გაუგნებული ვარ მე როგორც უცხოელი ისტორიკოსები თუ მეცნიერები როგორ გვიხსნიან ხოლმე ჩვენ საკუთარ ისტორიას როგორ გველაპარაკებიან როგორც განუვითარებელ ველურ ხალხს ეხლა ვისაც აინტერესებს ბატონი საქსის აი ამ ინტერვიუს მოსმენა პრაქტიკულად მან ლექცია წაგვიკითხა საქართველოს გეოგრაფიულ მდგომარეობის შესახებ რომ თურმე უიტყვით ჩვენი მეზობლები ყოფილან თურქები, ირანელები და რუსები, თურმე და რომ თურმე ბზეჟინსკის დაუწერია ციგნი დიდი საჭადრაკო დაფა და რომ თურმე ამერიკელებს ზედამთვარე არ ამოზნით ქართველებზე, საერთოდ არ იციან საქართველოს სად არის
და რომ თურმე თვითონ ჯეფრი საკს ამოსდის ჩვენზე მზედამთვარე და ჩვენთვის იკეთებუნა რა, ამიტომ გვეუბნება რაც უნდა გავაკეთოთ. რატო გავითვალისწინოთ მაგალითად ჯეფრი საქსის აზრი? აზრი ყოველთვის საინტერესოა. არა, საინტერესოა, მაგრამ კი ბატონო, მოვისმინე და ვსო თუ გადავდეგვოძე. აი, რატო უნდა გავარჩიოთ ეს, რატო უნდა უპასუხოთ ამას? გასაგებია, იმედი რატო აჩვენებს, იმიტომ რომ თავის ხარის პროპაგანდირებას ეწევა, ხო? გასაგებია. ხო. არა, მე ამას იმიტომ ამბობ, რომ ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე იმათთვის ავტორიტეტია ეს, მის ახლა ეს კაცი. ავტორიტეტია და ამბობს, აბა ეხლა ნახან ეს კაცი ჭკვიანი კაცი ამას გვეუბნება, არ უნდა დაუჯეროთ. ხო, მაგითო, მხოლოდ მაგითო, მე უბრალოდ არ უნდა დაუჯეროთ, იმიტომ რომ მეორე წუთას იგივე იმედი და მაგათი პატრონები და კობახიძე არ ამბობს, არაფერი არ უნდა დაუჯეროთ, დასავლეთ. იმას არ ამბობს, მაგალითად ტრამპი როგორც სიტყვის ისე იქნება, სისულელების კორიანტელი არ და ამიტომ რა ვიცი, მაგათი საქსის აზრი ცოტა ისეთი რამე. ხო, ამიტომ არა, მე თუ ნებას მოვცემ ორი სიტყვის მინაგით რა ვინ არის. ხო, აბარა. საქსი და რახნა. მაგის გარდა კიდე საინტერესო რამე გააკეთა. კი ბატონო. ეკონომისტია, საინტერესო კაცია. თანამდებობებიც აქვს პოლიტიკური. მე მგონი გაეროს გენერალური მდივნის დივანთან არსებული რაღაცა სტრუქტურის დირექტორიც არის ახლა. კოლუმბიის უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია ამერიკის შეერთებულ შტატებში და როგორც გითხარი, მან იყო აი ეს ძირითადად სოციალისტური იდეების და კომუნისტური იდეების. ეხლა ყველაფერი რაც ჩამოთვალე, მოყვებოდი და დაახლოებით რო გეთქვარ, რაიკომის დივანია მოსკოვში მუშაობს და დაახლოებით იგივენაირად ჟღერს ეს ყველაფერი. ეს მის და ეგ არის ერთ-ერთი კაცი, რომელიც ასე თქვა რეტრანსლატორია ამერიკაში რუსეთიდან წამოსული მესიჯების, ასე თქვა. არის კიდევ ერთი მეორე ბატონი ჯონ მირშაიმერ თუ პრონონსი თუ არ მესლება, ჯონ მირშაიმერი. ის არის ჩიკაგოს ის პოლიტოლოგია, ჯონ მირშაიმერი, ის ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორია. და სხვა შორის ჯერ კიდევ ბრემენის უნივერსიტეტში ვიყავი 2013-14 წლებში, მაშინ სტატია გამოსარო, სადაც იმ დროინდელ რუსულ-უკრაინულ კონფლიქტში დაადანაშაულა შეერთებული შტატები. ეს რატომ ირა, ეს ორი ეგეთები რამდენიმე არიან, მაგრამ ეს ორი საქსი და ეს ჯონ მირშაიმერი არიან უფრო სახელოვანები მათ შორის. ამათი მესიჯი რა არის, ეგენი მირშაიმერს სხვა შორის საინტერესო მონოგრაფიაც აქვს ერთი-ორი, მაგრამ ძირითადი ლაიტმოტივი არის ის, რომ დასავლეთია დამნაშავე იმ ყველაფერში რაც ხდება და რომ ატომური ომი არის რეალური საფრთხე. ანუ აი ამ მესიჯის რეტრანსლატორები არიან ამერიკის აკადემიურ წრეებში, მაგის თქვა მინდა. პრაქტიკულად ეს მესიჯი ხრუშჩოვის დროიდან მუშაობს, ჯერ კიდევ ისევ და ისევ მუშაობს, როგორც ჩვენთანაც მუშაობს, ხო, ჩვენ ხო მაგას მაგითი მართავს ბიზნესა ხო საქართველოსთან, რომ აი რუსი შეიძლება გაბრაზდეს, შემოიხიოს სტილნაშკა და თქვას ვოტ ვამ ტამ და აფეთქოს ისიც თავის და მოკლედ და ყველაფერი. და აი ამ მესიჯს აგზავნიათ 60-იანი წლებიდან მოყოლებული, ამ კარიბის კრიზისიდან მოყოლებული, რომელსაც გავითარებოდ კიდე მეუბნები კაპიტალისტურ სამყაროს ომი არაფერში არ ჭირდება. და აი ეს ბატონები საქსი და მირშაიმერი არიან რეტრანსლატორები სხვებთან ერთად, რეტრანსლატორები აი ამ მესიჯების, გესმის? და როდესაც ჩამოდიხარ ჩემთან და მეუბნები, რომ იცი რა, ჩემ ისტორიას მიყვება რა, თითქოს მე არ ვიცი. ჩემმა შვილიშვილმა იცის, კაცო, რომ ამერიკელებს ჩვენზე მზედამთვარე არ ამოსდინდა, რომ მაგას რა გონია, რომ ჩვენ არ გვაქვს წაკითხული ის, რა ქვია, ბჟეჟინსკის
დიდი საჭედრა ქონდა. ზუსტად იმიტომ რომ წაკითხული გვაქვს, ზუსტად იმიტომ რომ ვიცით გვინდა ამაში ჩვენ უნდა მივიღოთ მაგაში მონაწილეობა წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ დაუბრუნდებით იქ საიდანაც გამოსვლა გვინდა ამდენი ხანი. რაც შეეხება ბატონ საქს ძალიან მოკლედ რომ წარმოდგენა ქონდეს მის ასე ვთქვათ ბრწამსზე ეს ინტერვიუ მაგან ჩაწერა 15-ში საქართველოს ჩვენ იმასთან იმედი ჟურნალისტთან და 16-ში ქონდა ინტერვიუ კი მეორე უკვე თუ შეიძლება მესამე იმასთან ტაკერ კარლსონთან ქონდა ინტერვიუ. და ეგეც გამოგიგზავნე პატარა პასაჟი. მაგან პირდაპირ თქვა ესეთი რამ რომ აი ამ ასადის წინააღმდეგ ბრძოლა რომელიც ახლა ასადების დინასტია მართავს უკვე 50 წელზე მეტია სირიას ხო რომ აი ასადის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო ჯერ კიდევ ობამამ სიონისტების დავალებით. სიონისტებმა დაავალეს ობამას ეს ობამა რომელიც აფინანსებდა ირანს რომელიც მისი მთელი საგარეო პოლიტიკა იყო ანტიისრაელური ეს ამბობს რომ სიონისტებმა დაავალეს ობამას და დაიწყო ბრძოლა ასადის წინააღმდეგ და გაოგნებული კარლსონი ეკითხება კი მაგრამ რა თქვენ არ იცითო რომ სოფლიოსო ესენი მართავენ ისრაელი მართავს სოფლიოსო ამას ეს კაცი ამბობს სრულ ჭკუაზე სერიოზული სახით ხოდა ისრაელი რომ მართავდეს მთელ სოფლიოს ეგენ დღეში არ მგონია ყოფილიყო ხო ეს ქვეყანა პატარა ქვეყანა ამიტომ ბატონი საქსის თქვათ პოზიციის სიმყარეში და ჯამრთელობაში თუ შეიძლება ასე ითქვას მინდა გამოთქვა დიდი ეჭვი. ეხლა რაც შეგვეხება ისე ჩვენ სამწუხაროდ კონფლიქტისკენ მივდივართ. ეგ უნდა გავაცნობიეროთ. ადრე მოხდება თუ გვიან. მაგრამ რაღაცა და მე ვთვლი რომ აი ეს ნაბიჯი ახლა მე ხო ზუსტად არ ვიცი რა ხდება. მაგრამ ნაბიჯი რომ პრეზიდენტმა თქვა რომ რაღაცა კომიტეტი თუ კომისია თუ რაღაცა და შეიქმნას რომელიც არჩევნებს მოამზადებს ეს ნიშნავს იმას რომ იმან უკვე დაიწყო ნაბიჯების გადადგმა და უბრალოდ სთავაზობს ივანიშვილს თანამშრომლობას ამ გზაზე და ეს ჩემის აზრით უაღრესად კორექტული და უაღრესად პოლიტიკურად უაღრესად ჯანმრთელი მიდგომაა. მე ესე მგონი. ბატონო. ნახოთ მართლა ცოტა დრო დარჩა და ველოდებით ყველა ერთი კვირაც არ დარჩა ფაქტიურად რა. 23-იანდა და ეს ერთი კვირა ჩვენს მოვლენებამდე და კიდე ესე იგი ახალი წელთაღრიცხვა სხვა რომ სავით ველოდებას უყოლა 20 იანვარი ესე იგი 20 იანვარი გახდა რაღაც ისა ნუ ეს 20 იანვარი რა ეს არის ცერემონია ხო? სინამდვილეში მეფედ კურთხევა თუ ნუ რა ხო? ეს არის ცერემონია თორე ის უკვე ათვლის წერტილი დაწყებულია მოლაპარაკებები პუტინთან უკვე მიდის. ცხადია. ეს ყველაფერზე ჩანს, შეიძლება არ ვიცით ეს არ გვიცხადებენ, მაგრამ უკვე ჩანს რომ მოქმედება მიდის. კაცო, რა გვინდა გამოცხადება მესიჯები რომ მე ვიწყებ მშვიდობას მშვიდობე მოვდივარ როგორც მშვიდობის ყოფილი ქრისტეს ლოზუნგია ხო მე მოვდივარ მშვიდობის დასამყარებლად პუტინმა გამოაცხადა მზათვარ ზელენსკი ჯერ გამოაცხადა ეგ ცოტა ისეთი რამეა რომ აცხადებს ერთ დღეს ერთ მეორე დღეს მეორეს მე აკეთებს რაღაცა საშინელებას და ამიტომ ასე თამაშობს ეს არის მისი მეთოდი კი მაგრამ ამ თამაშში მონაწილეობს კაცო იმან რო თქვა რომ მე მზად ვარ ეს ნიშნავს რომ მე მონაწილეობას ვებულობ ამ თამაშში თუ პუტინის მიზანია ამ თამაშში მონაწილეობა მიიღოს როგორც თავისი პირობებით და მაგაშია საქმე გესმის და ზელენსკიმ თავიდან თქვა რომ მე არა მე თქვა რომ თანახმა ვარ მონაწილეობ და ეხლა ჩვენ რაც არ უნდა პატარები ვიყოთ ჩვენ გვაქვს ხმის უფლება
რომ აი ამაში მონაწილეობთ თუ არ მონაწილეობთ. ამაზე ყველანაირად ცდილობს არ იმონაწილეოს ახლა ეს თვითონ. ამაზეა გესმის მთელი ისა რომ კარგად რომ გავიგოთ ჩვენ რისთვის მიდის ეს ბრძოლა. ნუ ჩვენ არავინ არა ვართ რა. ხო, ნუ ივანიშვილი აკეთებს განცხადებას რომ კი პუტინი მონაწილეობს ბრძოლაში და მე ვარ პუტინის ასე ვთქვათ აი ეს ხურდა რომელიც მერე იტყვის რომ გამყიდეს იმათმა ვინ გამყიდა კაცო დედას რო აგიდებ გილდას საღამომდე და თან გინდა რომ კიდე შემხარეზე იყოს ხო ანუ მოგლეთ რო თქვა ეს 20 იანვარი ეს არის უბრალოდ ცერემონიის დღე პროცესი დაწყებულია და ამ პროცესში პუტინს უნდა თავისი კარტით თავისი პრიკუპით დაჯდომა თუ ნებას მოუწევდა ეგეთი ხო და აი ამ პრიკუპში ბიზნესა 7 მილიარდი ყველა ხო არ მიცეს მე ის მიყვირს რომ ის ხალხი ვინც იცავს მაგის აი ესეთ დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის მიმართ იმათ რა ალაპარაკებთ ერთადერთი თუკი გულწრფელად გონიათ რომ ამითი ქვეყანას იცავს მაგრამ რეალურად იმ კაცმა სამშობლოს გაყიდვა 7 მილიარდი აიღო და როდესაც ყველას ყوار გადაუხდიან მაგდენს არა და ის გეუბნება შენ რომ მე აგერ პრიკუპე რუსეთმე პუტინის პრიკუპში ვარ მე დამოუკიდებელ თამაშს დავთამაშო ჩვენ გვაქვს საშუალება უფლება დამოუკიდებელი მაგრამ იმისთვის რომ დამოუკიდებელ სუბიექტად გამოვიდეთ ამ თამაში ჩვენ შიგნით უნდა ვიყოთ ერთიანები ხო ესეთი კომენტარი მივიღეთ რომ წუნდები ჯერ დიდი მადლობა რომ უყურებთ და აქტიურად უყურებთ წუნდები რომ ახალგაზრდები ვინც არის ამ აქციის მომძრაობელი ძოლა რომელსაც ჩვენ თაობაზე მეტად გამოცდილ პოლიტიკოსებზეც კი მეტი გამბებადაობა მეტი პატრიოტი და მეტი ეგრე უნდა იყოს და ხოლოდ ეგრე თუ გავიმარჯვებთ რა ეს ეგრე თუ არის ძალიან კარგია რა მეცმაქნას დავით ძალიან ისეთი ინტერესით გისმენდი და აქტიურად მაყურებელი ჩართული იყო და საკმაოდ ბევრი ხართ გადმოდით ჩვენს YouTube პლატფორმაზე მოაწერეთ ხელი მოიწონეთ მხოლოდ მოგვეხმარება ესა